რა ვუყოთ ნეგატიურ გამოხტომებს და კომენტარებს და გამოხმაურებებს. არა მარტო კომენტარებს, არამედ პირადში მოწერილსაც. რამდენიმე მკითხა ამ ბოლოს, რომ აი ეს რაღაც მომწერესო და რა ვქნაო და რაღაცა ძალიან შეწუხებულები იყვნენ. რა უნდა ქნათ მეგობრებო? არაფერს არ უნდა ქნათ. მე რასაც ავყია კომენტარებს ვეძახი და ავყია გამოხმაურებებს, ასე ვთქვათ, მაგის მიზეზი ადამიანმა ყოველთვის შეიძლება იპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი პროდუქტი არის ცუდი ან თქვენ ხართ ცუდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ეძებს მიზეზს, რომ რამე ცუდი თქვას. მაგალითად, რა გითხრათ, აბა, მაგალითად, ხო, აი, რატო ვინიავებ? უი, რა ამაზია ეს ვერი. რატო ვინიავებ მარაოთი და რატო არ მაქვს კონდიციონერი სახლში, მაგალითად, ხო? შეიძლება ხა ვიღაცა შემოხდეს. მიზეზებზე ვლაპარაკო. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა მოიგონოს მიზეზი, მოიფიქროს მიზეზი, რის გამოც შეუძლია გაგაკრიტიკოს. არ მაქვს კონდიციონერი, იმიტომ რომ არ მეყვარს. მარტივი მიზეზია. ან ვთქვათ, რატომ მაცვია იგივე კაბა, რაც მეცო წინა ლაივში დამშვიდით, კაბები ბევრი მაქვს, ეს კაბა ძალიან გრილია და იმიტომ. ანუ ახსნაც კი არ არის საჭირო, ხო ხვდებით, ეხლა რატო თმები არ გაქვს წესრიგში და რატო ეს არა ქვია, ორი ცალი ნაოჭი რატო გაქვს და ასე შემდეგ. ეს ისეთი თემებია, რომელსაც პასუხიც კი არ უნდა, ანუ ახსნაც კი არ ჭირდება, ახსნაც კი არ უნდა დაუწყოთ ამაზე. იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადამიანები ეძებენ მიზეს, რომ წამოგიკიდონ რაღაცაზე. როგორც კი თქვენ წამოგიკიდებენ, იმ მომენტიდან ისინი იკვებებიან თქვენი ენერგიით, ანუ თქვენი სადაც მიდის ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია, ხო? ხო და ამიტომ მართალია ჩვენთან მცხეთაში ცოტა უფრო სიგრილეა ვიდრე თბილისში, მაგრამ ახაც კარგად ცხელა. და ამიტომ ვერით გამოვცხადდი ზუსტად მაგიტომ. ისინი ცდილობენ რომ წამოეკიდონ თქვენი ენერგია და ეს ენერგია მერე კარგად რამდენი ხანით თქვენ იდარდებთ და ინერვიულობთ და გაბრაზებული იქნებით, იმდენი ხანი ეს ენერგია გავა თქვენგან. და ენერგია ძალიან ძვირად გვიღებს მეგობრებო. ამიტომაც დავდივართ ხოლმე ველნეს უქმებზე ქალაქგარეთ, რომ რაღაცნაირად აღვიდგინოთ, ეხლა მანგლისში რო აპირებ წასვლას, მანგლისში არის საოცარი ენერგეტიკა, მოკლედ აგვისტოში წავალთ ორჯერ, იმიტომ ვარჩევ ყოველთვის და ისეც იმიტომაც მირჩენია მე თვითონაც ქალაქგარეთ ცხოვრებას და ისედაც ყოფნა სადმე სხვაგან და არა ქალაქში, სადაც ეს ენერგიის აღდგენის წყაროები ძალიან ნაკლებია. ენერგია ბუნებრივი აღდგენის წყაროები უამრავი არსებობს. მე ხდილიდან დავიწყე, ორი დღე დავიწყე ისე ჩემი ტიბეტური ვარჯიშები და ჩემი სახელმწიფო ველნეს ასე ვთქვათ პროგრამა და ცოტა იმას ვქენი მოვედი გონზე, თორე ნამდვილად ისე იხარჯება, ისე სწრაფად გადის ენერგია, თუ თქვენ ამას არ აღიდგენთ დროულად, კარგი არაფერი არ მოხდება, მოკლედ ესე რომ ვთქვა. ხო და ამიტომ ეს ადამიანები არსებობენ იმისათვის, რომ წაიღონ თქვენი ენერგია, მე მგონი ხმა აქ ამას და რაც შეიძლება მეტად დაგწრფუნონ. აი, ნახეთ რამდენიმე მაგალითს მოგიყვებით, რატომ ჯერჯერობით მომწერა რამდენიმე, რომ ესე გამაკრიტიკეს, ნუ რაღაცა ესე მოგეთ და გულდაწყვეტილები იყვნენ და რა ვქნაო და რა უპასუხოო და ესე. ისე მე საერთოდ არ პასუხობ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, რამდენჯერმე უპასუხე სულ, ისე მე არც მწერან ხოლმე ძალიან ხშირად, ახლა გულწრფელად რო გითხრათ, არ ვარ მე ხა მე ის ტიპი, რომ ვიწუწუნო მაგაზე, რომ ვინმე ხშირად ამას მაკრიტიკებს, არა იშვიათად ხდება ესეთი რამე, მაგრამ ნუ მაინც ახლა გულზე ხდება ადამიანს, ხო? პასუხი საერთოდ არ ვცემ, ძირითადად თუ პირადში მოხდა ესეთ და პირადში ჩემდა გასაოცრად ეხა ცოტა ხნის წინ მოხდა ზუსტად და თან ისეთ პროექტზე, რომელზეც ზუსტად არაფერი არ შეიძლებოდა რომ ესაყვედურათ, იმიტომ რომ გამოვაცხადე 24 ნაბიჯი ენერგეტიკული წვენდების კურსი მართლა ნეგატივისგან წმენდა, რომელსაც ანუ მეთოდს რო ისწავლი, მე შეგვიძლია მთელი ცხოვრება რისგანაც გინდა იმისგან გაიწმინდო, თქვენ ფასად მეთქი, ანუ მე თქვი ფასდაკლებული ფასი და თქვენ მითხარით თქვენი ფასი, თუ ესეც არ გაწყობთ და წაიღეთ მეთქი. ხო და მომწერს ერთი გოგო რომ ისე რა ვქო, აი უბრალოდ შედარებას მოვიყვან რამდენიმე, მაგალითად თქვენ მიხვდეთ რომ ეს არ არის ის რომ თქვენ გიწუნებენ ან თქვენ პროდუქციით წუნებენ, ეს არის ის რომ ეს ადამიანი ეძებს თვითონ ნეგატივს. ერთმა მომწერა რომ ეს რა ქვია იმ ხელა ფასი გიდევთო რომ მე ფასდაკლებულიო რაღა უნდა გითხრათო ახლა 22 ლარი რო გითხრათო ალბათ შეურაცხყოფად მიიღებთ თუ გაბრაზდებთ თუ რაღაცაო. ხო და მე მივწერე ისე მეთქი 22 ლარზე არ გაბრაზდები მეთქი, მაგრამ შენ არ მეთქი ეს კურსი მაინც რა, იმიტომ რომ თქვენ არ იცით მეთქი სხვისი შრომის ფასი. სხვისი შრომის დაფასება არ იცით და სანამ ამას არ ისწავლით, მანამდე ვერც იმას ვერ ისწავლი შენი შრომით, რასაც მიიღებ.
შესაბამისად ვერ მიიღებ ამ კურსიდან ვერანაირ შედეგს, იმიტომ რომ დამოკიდებულება გაქვს ესეთი თავიდანვე და ამიტომ შესაბამისად მეთქი თქვენთვის ძალიან ადრეა ეს კურსი თქო მოკლედ და თან პარალელურად ჩაუგდეს სკრინი სხვა სხვა გოგოსთან მიმოწერიდან, რომელმაც მომწერა რომ ეს კურსი ვიცი რომ ძალიან ბევრი ღირს, ვიცი რომ ძალიან ბევრი შრომა გაქვს ჩადებული, ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ აი 20 ლარი მაქვს საფულეში, მეტი არ მაქვს. ოღონდ ძალიან მჭირდება ეს კურსი და თუ მომცემთ, ძალიან მადლობელი ვიქნებიო. რა თქმა უნდა 20 ლარს როგორ გამოვარსებდი ადამიანს, ხო, რომელიც საფულეში უყავს 20 ლარი. რა თქმა უნდა გაუგზავნე, იმიტომ არ ვყვები რომ თავს ვიწონებ ახლა. არა, უბრალოდ იმიტომ ვყვები რომ აი ორი სხვადასხვა მიდგომა. თავის მოწონება თუ მინდა უამრავი რაღაცა მაქვს ესეთი გაკეთებული და შემიძლია ის რომ მინდოდეთ მოწონება თავის იმაზე მოვყვებოდი ძალიან ბევრ შემთხვევებში, მაგრამ ეს იყო კონკრეტი 20 ლარი და 22 ლარი. თან რაღაცა ეს ციფრებით ისეთი იყო ახლო ერთის დამოკიდებულება და მიდგომა. რა თქმა უნდა გაუგზავნე კურსი უფასოდ საჩუქრად და უთხარი მერტმა ხელი მოგიმართოს, როცა გამდიდრდები, მე შემეხმიანებ. ხო და არა ეს ხუმრობით და ამ მეორეს ჩავუგდე, იმიტომ რომ მე არ წასულიყო და არ ეწუწუნა რომ აი თამარმა 22 ლარი შევთავაზე და შეურაცხყოფად მიიღო და რაღაცები და რომ მიმხვდარიყო რომ ამაზე არ იყო ფულზე არ იყო აქ ლაპარაკი. ჩავუგდე, ამიტომ სკრინი აი მე ვთხარი ამ ადამიანმა მიიღო საჩუქრად ეს კურსი და თქვენ საერთოდ ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ. მისი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ უნდა მონახოს მიზეზი, რომ რამეზე გისაყვეტუროს, რამე ცუდი თქვას. ამიტომ ის მართლა ვერ მიიღებს შედეგებს და მე უნდა კიდე ილაპარაკოს, რომ 22 ლარი გადავიხადე და შედეგები ვერ მივიღეო. და კიდე ამის მესამე მაგალითს გეტყვით ახლა. ასევე მომწერა გოგომ, იქ ცოტა მე თანხებზე იყო საუბარი, რომ აი ამდენს გადავიხდი, მაგრამ რაღაცნაირად ისე მომწერა, მე ვერ გავიგე კარგად ვერ გავიგე, თუ იმან კარგად ვერ მომწერა, რაღაცა წიგნიც ახსენა ამ კონტექსტში და მე მივწერე, რომ წიგნზე არ არის ფასდაკლება მეთქი და რაღაცა გაბრაზდა ძალიან ამაზე, მაშინ არ უნდა დაწეროთ რომ რა ფასათაც გინდა, ფასი რაც შემომთავაზა, მე ძალიანაც მაწყობდი, მშვენიერი ფასი შემომთავაზა, მაშინ არ უნდა დაწეროთ რომ ეს რა ქვია, რა ფასათაც გინდათ და რაღაც მე შევეცადე, ყოველთვის ვცდილობ ხომ, აი პირველი შემთხვევა იყო ამ გოგოსთან, რომელსაც ეგრევე მივწერე, რომ თქვენთვის არ არის ეს კურსი მეთქი, სხვა ყველა შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ მოვაგვარო ისე რომ ადამიანი დარჩეს კმაყოფილი, მიიღოს ისაც ჭირდება და არ დარჩეს რაღაცა ნეგატიური, რაში მჭირდება ხო ნეგატივის გავრცელება. ამიტომ ამ გოგოსთანაც ესე შევეცადე რომ მომეგვარებინა რაღაცა ესე ვკითხე უთხარი ისე უთხარი მოდით ამ კუთხით შეხედეთ რაღაცა ხო და არა გადავიფიქრე თქვენი კურსის ყიდვა აღარ ყიდულობ კარგი მეთქი კარგად იყავი თქვა აღარ გაუგრძელე აღარც ახსნა აღარც განმარტება არც არაფერი და მწეს ერთი კვირის მერე შეიძლება უწაშალოთ კიდეც რომ ჩვენი მიმოწერაო და არ წამიშლია თუ უნდა წამიშალა მე ესე ადვილად არ ბრაზდები ხა ეს რაღაცებს ხე მიმოწერები ვშალო უბრალოდ ბოდიშით მოსახდელად გირეკავთო, იმიტომ ისე გწერთო, იმიტომ რომ მთელი ეს ერთი კვირა მაწუხებსო ეს ამბავი, მაწვალებსო რომ რეალურად მე უფრო მჭირდებოდა ხა ეს კურსი ვიდრე თქვენ ეს ფულიო და სინამდვილეშიო რქებიო რომ დავიდგე ვეღარ მოვიტეხაო მერეო და ძალიან საყვარელი ტექსტი იყო თან რა. ხო და უბრალოდ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო თუ ამისთვისო რა. ხო და აი ისე გამეხარდა რომ აი რა ვიცი რა გითხრათ საბოლოო ჯამში ამ გოგომ იმაზე მეტი გადაიხადა ვიდრე თავიდან აპირებდა გადახდას კურსიც მიიღო რასაკვირი მე მაშინვე მივწერე რა ფასადაც როგორც გინდა მეთქი როგორც პირობა როგორც იყო ჩვენი ის თქვენი მოწერილი თავიდან არაფერს არ ცვლის მეთქი რომ თქვენ რა მომწერეთ ადრე თავარია რომ ახლა მომწერეთ მეთქი თქვენ როგორც გინდათ მეთქი ეს კურსი თუ გჭირდებათ წაიღეთ და მანამდე კიდე უყიდე ელექტრონული ვერსია წიგნის თორმე ამასობაში საიტიდან და აი ადამიანების დამოკიდებულება. ეხლა შეხედეთ თქვენ სამი სხვადასხვა ვარიანტი იყო, ხო? სამი სხვადასხვა, ორი მეტნაკლებად ერთი და ეს ერთი განსხვავებული. აი თქვენ როგორ შეიძლება მე ხა ვიფიქრო, რომ ჩემი პროდუქტია ცუდი, ან ჩემი ფასია ცუდი, ან ჩემი შეთევაზებაა ცუდი, რახან იმ ერთ ვიღაცას დავუშვათ ეს არ მოეწონა. ხო? ხო შეიძლება ესე ჩავთავ, არ შეიძლება, იმიტომ რომ უამრავმა სხვა ადამიანმა გუშინაც მწერდა უბრალოდ ვოისებს მიგზავნიან ამ ბოლოს უფრო ხშირად და ამიტომ აღარ ვდებ ხოლმე ვოისხორდავდებ. აი მეოთხე მოდულზე ვარ 64 ნაბიჯი და ის სასწაულიაო და აი რაღაც ესეთებს წერენ ხოლმე და როგორ იმ ერთმა როგორ უნდა ან გინდათ 10-მა არის ხოლმე რაღაცა სხვა ისინიც ხო რაღაცებს ზოგი რას წერება
როგორ უნდა გადამაფიქრებინოს მე და თქვათ ავიღო ეს იმ ვიღაცამ რაღაცა ცუდი მეგობრებო არ ხდება ისე რომ 8 მილიონი თუ რამდენი 8 მილიარდი ვართ ხო 8 მილიარდი ადამიანიდან ყველას მოეწონოთ არ ხდება ისე რომ ყველამ კარგი დაგიწეროთ არ ხდება ისე მე კიდე ერთხელ ვიტყვი ძალიან ბევრჯერ მithქვას მადლობა უფალს იმისთვის რომ მართლა ჩემ ცხოვრებაში სულ ისეთი ადამიანები მოდიან და მსმენელები მკითხველები ყველა რომ აი მართლა სუმადლიერება და სიყვარული და რა ვიცი, არ ვიცი რა, არ ვიცი, რეებს მეუნებენ და რეებს წერენ ხოლმე. ძალიან ის გამომივა ეხა ამ ყველაფრის საკითხვა და მოყოლა, მაგრამ სულ მადლობელი ვარ ამის გამო, რომ მაინც გამოჩნდებიან ხოლმე, ხო ხანდახან გამოჩნდება მაინც ვიღაცა, რომელიც აი მიზეზია უბრალოდ რა, აი იმაზეა რომ რაღაცა მოძებნოს. ის გამახსენდა კიდე, ხო. ეს ხო დავდა ეს 24 ნაბიჯის და ერთ-ერთი ამ 24 ნაბიჯი ძალიან ბევრ რამეს აგვარებს საერთოდ ურთიერთობებსაც ფინანსურ საერთოდ აქვს მიმართულება ესეთი ფინანსური კეთილდღეობის სიმდიდრის მაგრამ და ერთ-ერთი პოსტი რომელიც ამის გამოსაცხადება დავდა ეხებოდა დედებს რომ დედები უნდა იყვნენ ბედნიერები ვისაც შვილები იყვნენ ბედნიერები და დავახატინე GPT-ს ორი ქალი დამიხატე მეთქი ახალგაზრდა და ასაკოვანი რაღაცა მძიმე ტვირთით და რაღაცა ჩვენიერი ილუსტრაცია გამიკეთა სხვათა შორის ხო და ხო აქ ამ პოსტს აქ 600-მდე გაზიარება ქონდა და უამრავი კომენტარი და რაღაცა და ამის წინ შემხვდა ვიღაცა წერს რომ ეს რა ქვია ეს ვიეტნამელი კი არა ეს ინდოელი ქალებიო რო არ გეპოვათო რა ქართველი ქალები არ შეიძლებოდა თუ რაღაცა ესეთი ღმერთო ჩემო ჯერ კი დაუწერე რომ ეს მეთქი დნმ-ის ტესტი როდის გაუკეთეთ ამ ქალებს მეთქი და საიდან ის არ ვიცი ყეთყობა მიკროსკოპით აკვირდებოდა შეიძლება მართლა არის ინდოელი რა ვიცი არ დავკვირვები ვარ საერთოდ დახატა GPT-მ ხალი ხო და ანუ იმისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომ აქ რაღაცა ძალიან მაგარი შეთავაზებაა რომ შეუძლია იმ ფასად გაიაროს აფასადაც უნდა 24 სრულფასოვანი გაკვეთილი თავის თეორიებით თავის ზოგან ერთი და ზოგან ორი პრაქტიკებით და გათავისუფლდეს ამ თავისი მიუღებლობისგან ამ თავის კრიტიკის სურვილისგან ამ თავის ნეგატივებისგან ეს არაფერი არ არის კაცო რა მოხდა მე ყრია ეკეთები ბაზარზე თავარი ის არის რომ ეს ქალები იყვნენ ინდოელები თურმე ხო მე კი ვათვალიერე და ვერ მივხვდი რატო იყვნენ ინდოელები, მაგრამ ნუ კარგია, ხა ის კომენტარიც აღარ ის ეს ხუმრობით მომინდა რომ დამეწერა დნმ-ის ტესტი როდის გაუკეთებთ, მაგრამ მე ეგეც აღარ მივწერე. და აი ხა ამ დღეების ამბავს მოშვები კიდე, ხა საბას წერს ერთი გოგო კიდე რომ ჩემს შვილს გამოაცხადა მოკეთ 1 წლის თავი არის მისი კურსის შარშანის ზუსტად ამ დროს გააკეთა ეს კურსი ხელოვნური ინტელექტის რომელიც ნუ არ ვიცი ძალიან მაგარია მოკლედ ძალიან ბევრ რამეში მეხმარება მეც და ყველას ხო და ეხლა ძალიან ბევრი ხალხი წერს ამ დღეს ამბობდა და ვიცი რომ ჭირდება თუ ეს კურსიო რახან წერენო რა და დაბადების დღესთან დაკავშირებით თუ რაღაცა ფასდაკლება ხო არ გავაკეთო და რაღაც გააკეთა დიდი ფასდაკლება ძალიან სერიოზული ფასდაკლება გამოაცხადა მეც დავდე პოსტი ორივე კურსი ერთად ძალიან დაბალ ფასად ხო და ესე იგი, ვიღაც გოგო წერს რაღაცას. ამაზე რო პასუხ, ანუ ეძებს მიზეს, რომ აიკიდოს, წამოიკიდოს, ასე ვთქვა და ვიღაცამ უპასუხოს ნეგატიურად. ამაზე რო არ უპასუხა არაფერი, საბა მე სხვა კუთხიდან მიუდგა. კიდე სხვა რაღაცა დაწერა, სხვა რაღაცაზე გააკრიტიკა. და მე კიდე რო არ ემასქნა, მესამედ კიდე საერთოდ სხვა მხრიდან დაუწყო, ისა 9 ხო და ბოლოს საბა მიწერა რომ ესა რა ქვია თქვენ მონოლოგს სხვაგან თუ გააგზავნებთ სადმე ძალიან მადლობელი დაგრჩები თუ ანუ აგზნობინა რომ ჩემთან დიალოგი არ გამოვაო რა აი უბრალოდ ეს კიდევ ერთი მაგალითი იმისი რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ თქვენთან დიალოგი თქვენი წამოკიდება თქვენგან რაღაცა ამ ენერგიის წაღება იმიტომ რომ ერთი ეს არის რა ქვია აღმოსავლური რაღაც ძველი სიბრძნეა რომ მეც როგორ არის სირთულელია სვამდე შხამს და გეგონოს რომ სხვას მოწამლავო და ეს ეხება გაბრაზებას ისულელია შენ გაბრაზდე და გეგონოს რომ იმეს რამეს დაუშავებ ამითიო და შესაბამისად არ უნდა გაბრაზდეთ მეგობრებო ამის იმისაც რომ არ გაბრაზდეთ ნახეთ ეს ხო არ არის ჩვენზე დამოკიდებული ჩვენ სულ მეც დამობრაზობდი მე ყოველთვის ესეთ კი არ ვიყავ რას ლაპარაკობ თავის დროზე როგორიც ადრე ვიყავი ისეთი თამარისთვის ვინმეს კრიტიკა რომ მოეწერა ჩემ ცხოვრებაში აღარ დავწერდი არასოდეს. საერთოდ გავაუქმებდი Facebook-ს კი არა, ყველაფერს გავაუქმებდი და საერთოდ ხალხში აღარ გამოჩნდებოდა, ისე შემწხვებოდა. რომ ვიღაცამ გამაკრიტიკა. იმიტომ რომ მე ხო იდეალური უნდა ყოფილიყავი და არაფერი არ უნდა შემშლა და იმისათვის რომ შეძლოთ
ზუსტად ამისთვის არის საჭირო საკუთარ თავზე მუშაობა, ზუსტად ამისთვის არის საჭირო მსხვერპლობიდან გამოსვლა, ზუსტად ამისთვის არის საჭირო დანაშაულის გზნობიდან გამოსვლა, ზუსტად ამისთვის არის საჭირო რომ თქვენ არ გეშინოდეთ საბოლოო შედეგის. რატო ვერ ვდგავთ ჩვენ ნაბიჯებს? იმიტომ რომ საბოლოო შედეგის გვეშინია, ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, ვიღაცამ რაღაცა არ დაწეროს, ვაი თუ არ მოეწონოს, ვაი თუ რაღაცა და ასე შემდეგ, ვაი თუ კონფლიქტი მოხდეს და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერს ემსახურება 24 ნაბიჯი ზუსტად. აი ყველა ამ ნეგატივს პლუს სიმდიდრის შიში, სიღარიბის შიში. მობძანდი პატარა ტუნტულა. აი ჩემი შვილიშვილმაც გაიღვიძა. ჩემი დრო მოიწურა თავისუფალი მოკლედ. და სიმდიდრის შიში, სიღარიბის შიში, წარმატების შიში, გვაქვს წარუმატებლობის როგორი პარადოქსებია ხედავთ, ანუ სიმდიდრისაც გვეშინია და სიღარიბისაც გვეშინია, ზოგს იმის ეშინია, ზოგს ორივესი. წარმატებისაც გვეშინია, წარუმატებლობისაც გვეშინია. და აი ყველა ამ ნეგატივისგან წმენდა და კიდე ძალიან ბევრ რაღაცისგან ამ წმენდას აკეთებთ ამ კურსზე და პლუს კიდე თქვენით ახალ მეს, ახალ საკუთარ თავს, რომელსაც ზუსტად აქ აი ეს მდგრადობა უკვე, იმიტომ რომ ის განთავისუფლდა ძალიან ბევრი ნეგატივისგან, ძალიან ბევრი შინაგანი წინააღმდეგობისგან, საკუთარი თავისადმი არასწორი დამოკიდებულებისგან და მას შეუძლია უკვე მშვიდად მიიღოს, მშვიდად გაყიდოს თავის პროდუქტი, მშვიდად გამოაცხადოს თავისი ესენი რა ქვია პროექტები და მშვიდად იაროს ცხოვრების გზაზე. ბები, რას აკეთებ? რატო აკაკუნებ მაგას? უკაცრავად. წყალი გინდა? ხო, კაი. ეხლა მოკლედ უნდა დავასრულო, ეხლა ვებებიკო, მოკლედ უნდა დავასრულო ეხლა და ამიტომ გადახედეთ იმ პოსტს, რომელიც ინდოელი ქალები რო ახლავს მოკლედ ჩემთან არის გავაზიარებ კიდე ერთხელ. ნახეთ, შეიძინეთ, გამოიყენეთ, არის დიდი ფასდაკლები, 50%-იანი ფასდაკლება და პლუს თუ ესეც არ შეუძლია ადამიანს რომ გადაიხადოს, მაშინ შეუძლია შემოთავაზოს თავის ფასი, მაგრამ ეხლა მინიმალურ ზღვარს დავაწესებ იმისათვის, რომ ვიღაცებს რაღაცა ისინი არ გავუჩენთ, რომ თვად გაუფასურებაც ალბათ არ შეიძლება ასეთი პროდუქტის, რომ არ მივიღო ისეთი კომენტარები, როგორც მივიღე. და აუცილებლად გამოაცხადებ შემდეგ ჯერზე აუცილებლად გამოაცხადებ ჯადოსნური წუთებს ასეთივე პირობებით, იმიტომ რომ მაგაზე მე მოგიყვებით ჯადოსნური წუთები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ძალიან, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ენერგეტიკული წმენდები, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ჭირდება ზუსტად ეს წმენდები, წმენდა ყველანაირი ნეგატივისგან, ყველანაირი მიუღებლობისგან, ყველანაირი კრიტიკისგან, აგრესიისგან, შურისგან, გაუტანლობისგან, აი ეს გვჭირდება მეგობრებო ყველაზე მეტად და თითოეული ჩვენგან ის რომ ჩვენ გვიწმინდებით, ეს გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის ენერგეტიკულ ველზე, სამყაროს ენერგეტიკულ ველზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მოვინდოვე მაინდამაინც ამ კურსის ესე აქტიურად გაპიარება, თუ კურსების მეტი არის საგვარეულო ძალიან უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. წავედი ხა მე, მივხედო ოჯახს, მიყვარხართ ყველა, მადლობა რომ ისმენდით და გააზიარეთ კიდე ერთი მოთხოვნა იყო ჩემი, თხოვნა იყო რომ გაგეზიარებინათ ეს პოსტი ლაივით შევწერი ამაზე პოსტიც დავდე ორჯერ თუ სამჯერ, ეს გაგეზიარებინათ, ჩაგეგდოთ სკრინი და ზოგმა მომწერო სკრინის ჩაგდება არ ვიციოდა რა თქმა უნდა სიტყვაზე გენდობით. ხო და მე მიიღოთ იმ ფასად, რაფასადაც თქვენ გნებავთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოვუაროთ ამ ნეგატივს რა, ჩვენი მხრიდან ჩვენით შეგვიძლია, ხო? სხვანაირად გადაყლაპავს უბრალოდ ეს ნეგატივი, იმიტომ რომ ამ ნეგატივს ძალიან ბევრი საკვები ის აქვს, ბაზა აქვს, ძალიან ბევრი მხრიდან იკვებება, მაგაზე ხან ვალაპარაკებთ, რატო არის საქართველოში ამდენი ნეგატივი, ამას თავის მიზეზები აქვს, რასაკვირველია გარედანაც და შიგნიდანაც. და ჩვენ რაც შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანსაც შეგვიძლია ეს არის ის რომ ჩვენ ჩვენს ადგილზე გავამბრავოთ პოზიტივი და ამაში ძალიან დაგეხმარებათ ეს კურსი. ნუ გარდა იმისა რომ ახლა შემოსავლების მიღებაში დაგეხმარებათ ფინანსურად და წარმატებაში დაგეხმარებათ და ასე შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის თქვენ გაიწმინდებით ძალიან ბევრი ნეგატივისგან და რაც მთავარია თითოეულ ადამიანს რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს შეუძლია 10 ადამიანის ამოთხრება ჭაობიდან. ეს ამბობენ, მე არ მithქვამს ეს ამბობენ სპეციალისტები და მარტო თქვენ კი არ წავხვალთ წინ, თქვენი წინ წავლენ თქვენი ოჯახის წევრებიც, თქვენი შვილები პირველ რიგში, იმიტომ რომ დედა რასაც აკეთებს, ის ყოველთვის ახდენს გავლენას შვილებზე. ეხლა კი ნამდვილად წავედი, აბა მომავალ შეხვედრამდე ბედნიერად ნახეთ ეს პოსტები, გააზიარეთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ და ერთად დავეხმაროთ ჩვენ საკუთარ თავს, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საყვარელ დედამიწასაც. მომავალ შეხვედრამდე.